გამარჯობა მეგობრებო, დიახ, სწორად მივხვდით, მოგზაურობის დროა, ეს მოგზაურის ნაამბობია და ძალიან გემრიელი სტუმარი ყავს დღეს და მინდა მალე წარმოგიდგინოთ, მანამდე უბრალოდ შეგახსენებთ, სადაც გვიპოვით, გამოგვიწერეთ მინიშნებები აქვე არის და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით დაფნე პოდკასტ არიაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, იოსებიძის 67 ნომერში. ქიშვარდაი ბიჭი, ჩვენი სტუმარი გიგი გილიგაშვილი, ჩვენი მეგობარი, მადლობა ჩემო ძმაო. გაიხარე გენაცვალე ასეთ დროს და რა ვიცი, ხوار ასე ვთქვათ, მოგაცდინე მოგზაურობიდან, სადმე ხوار აპირებდი გასვლას და ხომ არ შეგაჩერე ჩემო მეგობარო. არა, სხვათა შორის დროულად მომისარი, ცოტა მერე ვაპირებ. აგვისტოს შუა რიცხვების გასვლას და კი ბატონო. დროულად მომისარი მინდა გითხრა. ამიტომ აი ძალიან გაფასებ, ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს ჩვენ და მინდა რომ შენი გამოცდილება გაგვიზია რომ მოგზაურობასთან დაკავშირებით. მაინც თავარი თემა ამ ეპიზოდის არის მოგზაურობა და გაგვიზიარე ევროპული იქნება თუ შიდა მოგზაურობა, შენი გამოცდილებად სახალისო ამბები გექნება, დარწმუნებული ვარ. და რა ვიცი, საიდან დაიწყებდი? ხო არ გაქვს გამორჩეული ქვეყანა, რომელმაც რაღაცა განსაკუთრებული კვალი დატოვა? არა, რა ბევრი ქვეყანა სხვათა შორის მიყვარს, ასე ვთქვათ. ნუ მიყვარს რა, თითო ჯერა ვარ ყველგან ნამყვეხლა. აი გიჟდები რო თქვა საფრანგეთზე. ერთხელ ვარ სტრასბურგში ნამყოფი და სტრასბურგის სასამართლო ხო არ იყო? არა, რაღაც მოკლედ ეხლა თავში ვიტყვი რომ ვმუშაობდი ინფრასტრუქტურის სამინისტროში 10 წელიწადი პრესსამსახურში და შესაბამისად როგორც ოპერატორი დავყვებოდი შეხვედრებზე მინისტრებს, მოადგილეებს ასე შემდეგ. ხო და ეხლა რაც ვამბობდი, ეხლა რო თქვა რომ საფრანგეთზე ვგიჟდები, სტრასბურგში ვარ ნამყოფი და სტრასბურგის ზაგეში მქონდა სასტუმრო სტრასბურგის ზაგეში, ანუ რო გაიხელავთ გარშემო მარტო მშენებლობები ხო ვერ გაიგო სტრასბურგში იყავით ხოროწყუში აზრი არ აქვს ვერ გაიგებდი და დანარჩენ ჩვეულებრივ შედიხარ როგორც ჩვენი პარლამენტი იქ მათი უწყებებიც ოფიციალური უწყებები ესეთი როგორც ჩვენ არ გაგიგია სტრასბურგის არაფერი ანუ ბევრი გასავსება დაინახე ხო მაგრამ გიჟდები საფრანგეთზე მინდა გითხრა მეტი რო არ შეიძლება პირველი ჩემი მინდა აღვნიშნო ძალიან ტრაგიკული იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ეს იყო ბაქოში ბიჭო წარმოედგინე ეხლა შენა რომ მე კანდაური სიკით სუწყალი მგონია რა არა შენ იმის სიკით მგონია რომ სუწყალი არ ვიცი სად რა ხდება უცბად გამომიცხადეს რომ ბაქოში მივდივართ მივლინებაში და ანუ ასევე სამსახურიდან ხდება ხო სამსახურიდან რა პირველი მივლინება სამსახურიდან რომ ბაქოში წავედით მივლინებაში და სასტუმრო ჰილტონში ეს მასპინძელი ვინც იყო დაგვაბინავა ვიღაც ტრანსპორტის მინისტრი ბაქოში ეს ნიშნავს ავტომატურად რომ მილიონერია თვითონ გვიმასპინძლა ბაქოში ყველაფერი მილიონერს ანიშნავს ხო და თურმე ამ კაცმა ყველაფრის გადაიხადა რა რომ აი ამათ რაც მოუნდებათ არაფერზე უარი არ უთხრათ რა თურმე ქიშვანა ბიჭო ჩამედალი რაც მე ხო ეს არ ვიცი მე ისიც კი არ ვიცი რომ ყველა სასტუმროში ამ კაცის გარეშე დილის საუზმე არის უბასო ჩავდი მივლინების ფული მაქვს 70 ევრო მეორე დღეს უნდა წამოვიდეთ რა 70 ევრო მაქვს ხანამჯიბიდან ამჯიბეში გადმოვიტანე ეს დიდი ფულია ჩემს მაინც ყოველ შემთხვევისთვის და ჩავედი ახლა და ნუ საუზმე გამოაცხადეს და ჩავედი იქ წამოვიფსკალე რაღაცა ეს ხარ ჰილტონია რა ბოლო მაგდენ კი ვხვდები რომ ჰილტონში ვარ და ეს რაღაცა ვიფიქრე რომ აქ ყველაფერი ძვირი იქნება მეთქი ახლა არც ეგეთი დებილი ხო არ ვიყავ გავშიფრება ყოველები რომ ბაქო ძვირიანი ქალაქია მეთქი ჩემ თავს უთხარ აქ ყურადღებით ვიყოთ მომეტანი არ მოგვივიდეს საწყლა თავიღე ბიჭო ერბოკვერცხი რა რომ მეთქი ფული მეყოს რა მაინც ერბოკვერცხი ავიღე და რაღაცა ერთი სიფრიფანა რაღაცა ბეკონის ნაჭერი ეს ერთი სიფრიფანა ბეკონის ნაჭერი და რაღაც დავდე და ეს შევჭამე და ზე დაუძახე იქ მიმტანები დადიოდნენ რა რომ უკაცრავად მეთქი ანგარიში მეთქი რა მოვიდა ეს კარგ მოთხოვნით 54 ევრო არ მომიტანა ანგარიში თურმე სამარტო გამოკლებულია ვიღაც აქ ანგარიში ვინ იყო დილის საუზმეა ბიჭო ერთადერთი კაცი ვიღაცამ ანგარიში მაითხოვა აქ და ერთი ამის დედას მოიფიქრა 54 ევრო
მაშინ კვერცხი 15 კაპიკი, ბიჭო, 15. 54 ევროთ მამდის საკათმე თავის ქათმები არის ხუჯაში. ვაი მე ვინერვიულე, მოკლედ ეს თან ახლა 54 ევროს რო გეტყვის ხო ეს ქართულად ხო ეს დაჩინინა და ხო უნდა გავყიდე ის 1 ევროც ალკე ვიტირე, კიდევ 1 ევროზე მქონდა ნაჭამი. და ძალიან ტრაგიკულად მახსოვს ეგ ამბავი გენაცვალე რომ აი ესე და როდის გაირკვა მე სიმართლე რო წამოხვედი მე ეხლა ამას რა მამათმენინება და ის იყო კაცო რომ მოვიღუშე მთელი დღე მოწყენილი დავდიოდი დაღონებული დაღურმილი და მე იქ დელეგაციაში ერთი კარგი ბიჭი იყო და რა იყო რა დაგემართაო იმან მითხრა რაღაცა და მემართო უკვე აი გამქონდა ამოსული და ამამას ხაგედე მეკეტა მეუთხარა ეგრე რა ქვეყანაში მამიყვანეთ 54 ევრო ის გაგიჟდა ბიჭო დაგაგო იმაო ვინიხტის დილის საუზმეშიო რა ფოსო და მაგაზე უარესად ვინერვიულე მე. აი იყო საქართველოში მინდა სიამაყით განვაცხადო რომ ყველგან ვარ ნამყოფი. აუ ძალიან მაგარი. რაც მიხარია მე რასაც ვაკვირდები ეხლანდელი თაობა უფრო დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის მონახულებით. აი ჩემ დროს მაგალითად ჩემი სტუდენტობის დროს იყვნენ ხალხი ძალიან ბევრი, ვისაც ევროპა ქონდა ნანახი, მაგრამ თუშეთი არა დაუშვათ და ამას არც განიცდიდა. მაგრამ მე უფრო რომ ნახეს ჩვენებმა, ჩვენი ბუნება, კულტურა ძალიან ეხლა ძალიან კარგი ტენდენციაა რომ ყველას უნდა რომ ნახოს თუშეთი, თუნდაც აჭარა, თუ კახეთი. და ეს ძალიან მახარებს და მე სიამაყით ყოველთვის ვაცხადებ ხოლმე რომ საქართველოში ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი რა თქმა უნდა აფხაზეთში ვერ მოვასწარი წასვლა აფხაზეთი ნანახი არ მაქვს დანარჩენი თითქმის თუმცა იმედი გამოთქვათ რომ მაგის დროს აუცილებლად მოვალთ და ჩავალთ და იმედია რომ 54 ევროსაც არ გადაგვახტევინებენ ერბოკვერცხში გადავიხდით იყოს ყველაფერი და მაგასაც კი ბატონო ძალიან მიყვარდა სტუდენტობისას ძალიან ბევრს დავდიოდი და მიყვარდა ხევსურეთი და ერთი ესეთი ისა მქონდა გამოხტომა ასე ვთქვათ რა სხვას ვერაფერს ვერ უწოდებ შატილში რო ავდიოდი ხოლმე მე შატილიდან ავდიოდით მუცოში აჰა დავიხდიდი ხოლმე ბიჭო ფეხსაც იმიტომ რომ შატილში მათრობდნენ ამ ჟიპიტაურით ამ ჟიპიტაურით რომ იმ თებისა და კოშკების შემყურე რომ ეხლა ცხონებული ჩალაბაშვილი მეტყოდა ხოლმე ეხლა 20 გრამ ტვინს რო 9 ლიტრი არახს დაასხამ შვილო აბა რა დაემართება ეხლა მოცულობი მარტივი ქიმია რა ამ ხელა ტვინს რო იმდენ არახს დაასხამ რაღაცა ხო მოუ დავიხდიდი ფეხსაცმელს და მივდიოდი ხოლმე ფეხში შველი მუცოში თვრალი სამშობლოს მიწა უნდა შევიგზნო ერთხელაც მომდევს მთელი ამალა ჩემი წაყვანილი მეგობრების უკვე გაშინაურებული ვიყავ ხშირად დავდიოდა მე ხალხიც კი მიმყავდა მეგობრები წამოდით გაჩვენოთ ხო რა მომდევენ და ეხლა ამათ ვერ წარმოუდგენთ ფეხში შველმა კაცმა რატო უნდა იაროს თან ხოიც სიპიქვაი გაშლილი და ფეხები მეჭრება რაღაცა სისხლი გამდის კურსლები გადავყრი ამ ტუფლებს გავიხდი გადავიკიდე მხარზე ესენი მოვლენ ჩამაცმევენ მოკლედ კიდე გავიხდი ჩამაცმევენ და მოკლედ გავხდი ბობოქარი და ეს ტუფლები გადავყარი არღუნში რო აღარ ჩამაცმევ ეხლა დავიყალე მაგრამ აღარ მინდა რა ფეხები ძალიან დამესერა უკვე და მაგრამ სადღა შენ ტუფლები წაიღო არ შენი ჭკუით ვითომ იმად გაუჩალე ჩემ გადაუხარ ეხლა აბა ეხლა ჩამაცვი თუ მაგრები ხარ და ხუწუჩი მინდა ტუფლები მაგრამ აღარა ვარ ძალიან ცუდღეში ვარ და დავწექი და თან ხატობაა და როგორი მდგომარეობა იცი რომ რაღაც რაოდენობა ხალხისა მოდის მთიდან მუცოდან შატილისკენ მოდიან ეს ხევსურები რაღაც ნაწილი მიდის მოძრაობს ხალხი ამ გზაზე რა შატილი მუცოს გზაზე მოძრაობს ხალხი ხო და მე ვთხარი რომ ეხლა მე აქ დავწევი მეთქი ვეღარ მოვდივარ მეთქი ადით მუცოში მეთქი და დაიაურს უთხარით რომ ცხენი წამაიყვანოს და წამიყვანოს მეთქი იმიტომ რომ ვეღარ დავდივარ კარგიო ეხლა ესენი რომ წავიდნენ ვიფიქრე რომ სადმე რომ ეხლა შევიდე და იმაში დავწვე მიფარებულში ესენი შეიძლება დაღამობამდე ვერ ჩამოვიდნენ და მე მეძებონ მე გათიშული მთვრალი ვარ დამეძინოს ვაი თუ ვეღარ მიპოვონ ამიტომ დავწექი გზაზე დასანახ ადგილზე რომ მიპოვონ ესე იგი ვინც ჩამაივლის ეს ხევსურები ან ნაივლის
წამამაწეინებენ თავს, წყალობდას დამალეინებენ არახს ისევ გამიშვებენ, გადავარდებენ. მიმატებენ რა. აი ესე წამამწევენ, დამალეინებენ, გადავარდებენ. კიდე და როგორც იქნა, მოკლედ დავინახე, რომ ეს დაიაური გამოჩნდა. შევჯექი ამ ცხენზე, წავედი ცხენებით და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იქიდან თბილისს წამოსვლა ხო მინდა. ამას უთხარი, რომ იქნება რამე ტუფლები მიშოვო მეთქი რა, რომ ჩავიცვა მეთქი. წავიდა ბიჭო და შატილიდან მომიტანა 2 ტუფლი. ორივე ახალი. ორივე ჩემი ზომა, მაგრამ სხვადასხვა. აო. მე უთხარი ბიჭო, სულ 10 კაცი ცხოვრობს ამ შატილში და 2 ცალფეხა კაცი სათიფოვე რომ იმად გამოართვი მეთქი. თან ერთი ესეთი 4 კუთხედი წვეტით იყო და მეორე აი სულ რამე. ანუ აშკარად სხვადასხვა. აშკარად სხვადასხვა იყო, ხო. ფერშიც. მე შემოვიტანე შატილიდან ეს ორიგინალური ფეხსაცმლის ჩაცმულობა პირველად. ასე იყო გენაცვალე. მე მომწონს შენი მიმართულება, რომ პოსტავ ხოლმე რაღაცა მინიშნებითი ეშმაკობადებს ხოლმე რა, ვიმყოფები ამადა ამ რეგიონში და ძალიან იქაურებს რომ რაღაცა თუ კი რამე იდეა აქვს, ალბათ ხო, ამართლებს თუ როგორ. ხო, კი, რა თქმა უნდა ამართლებს ეგ. ეს ძალიან კარგი ის არის რა ადრე ახლა ჩემ ბავშვობაში ეს ლოკაციები და რაღაცა დაჩეკინება და ისინი რო არ იყო ნუ სოციალური ცელები საერთოდ წადი მაშინ ძალიანად ჭირდა მარტო ერთი ცეთი ყავდა სოფელში იმის ლოკაცია იცოდა ყველამ ყოველთვის სად დათრებოდა ანგრევდა ყველაფერს საცადათრებოდა ყველა მიცოდა ისად იყო ეგეთი ისიც არა ვარ მოკლედ ხო და ეხლა სადმე რომ მივდივარ ყველგან მეგობრები მყავს ყველა ქალაქში ამიტომ აღარ ვიწუხებ ხოლმე თავს რომ იმას ურეკორო რამე ხო არ დაგველია ის პირდაპირ დავწერ აქა ვარ მცალია მე მირეკავენ აბარა რისთვის აქ ცალია რამდენი დრო გაქვს როგორ ახარა და ესე მე ძალიან კარგად ვსარგებლობ ამ ეხლა რადგან ასეთი ცხელი პერიოდია ზაფხულია აი შენი საყვარელი ადგილი ამ პერიოდისთვის რომელია აი მისწრება ადგილი საქართველოს ზნო ხოლმე თა კონკრეტულად ეხლა მაგალითად ცოტა ხანში მივდივარ თუშეთში თა ყველგან აი სადაც გრილა ეხლა არის ჩემი კურორტი ზღვა და სადაც ახლა სითბოა ჩემი კურორტები არ არის ისედაც ბიჭო წყლისა ისე მეშინია სავსაჭიქიდან წყალს არ ავზავნა ზღვა ცურვაც არ ვიცი მეცვაზე დიდატორო მithumetes ეხლა ვერ ვიბანაო და თანამცხელოდეს ეხლა აჯამი ხო არა ვარ ზღვაზე წავიდე ვერ ვიბანაო და მცხელოდეს რაღაცისთვის ხო უნდა გაერთო რაღაცით დააბალა საცურავ აუზე წახვიდე სხვებს უნდა შეუშალო ხელი კი კაცო კი ან უნდა დაქცინო არა ეგ ჩემძლიერ წყალს რაც შეეხება ჩემძლიერი მხარე არ არის უფრო მთაში მიყვარს ხოლმე სიარული და ეხლა შენი ევროპული გამოცდილება გაგვია ძალიან მიყვარს კარგი ამბები ქონდა გერმანიაში გადაღებაზე რო წახვედით იქაც რაღაცა სახალისო ამბები მოხდა ხო ჩვენ ერთად მუშაობის პერიოდში სერიალს ვიღებდით ხო კი გერმანიაში იყო ესეთ შემთხვევა ზოგადად ეხლა მიუხედავად იმისა რომ ფაქტიურად გლობუსზე რო ვინტია იქაც ნამყოფი ვარ მეთქი ვიტყვი ხოლმე სულ ყველგან ნამყოფი ვარ თითქმის რა ევროპაშიც და ამერიკაშიც ნამყოფი ვარ ისრაელშიც ფილიპინებზეც კორეაშიც სულ ყველგან ნამყოფი ვარ სადაც შეიძლებოდა რომ მომესრო ყოფნა მაგრამ მიუხედავად იმისა ვერ მოვყოჩაღდი რა იმიტომ რომ ვიღაცა რომ მიდის ერთი თვით და ორი თვით და მეტი კიდე მე ქართველები ყოჩაღი ხალხი ვართ უცბად ვუღებთ ალღოს და ადვილად ვეგუებით სიტუაციას მაგრამ მე რომ ადაპტაციასაც კი ვერ ვასწრებდი ძილისას რა ძილი რო უნდა შემგეუებინა უკან მოვდიოდი ანუ ერთი კვირა 10 დღით მივდიოდი ხოლმე და ამიტომ ვერსად ვერაფერი ვერ ვისწავლე ბიჭო და ენა ხო საერთოდ არ ვიცი და ამ გერმანიაში გადაღებაზე რო ვიყავით ეხლა ეს ვიცი რა რომ აუცილებელია რომ ნუ ეხლა ძალიან
საყვარელ ადამიანებს ცოტა უფრო ძვირფასი რაღაცა უნდა ჩამოუტანო. ნაკლებად საყვარელ ადამიანებს მაცივარზე მისაკროფი და უფრო ნაკლებად საყვარლებს უთხრა რომ ბარგი დაკარგე თვითფრინავში როგორც ახდება რომ ბარგი არ ჩამომივიდა. რამდენჯერ უთქია ჩემს მე მივხვდი გაიგე შენ მე რომ მეუბნებოდნენ რომ ბარგი და იცი რა დუხი მომქონდა შენ და ბარგი არ ჩამომივიდა. რაღაც დროის ეხლა მე თვითონ რომ დავიწყე მაგის ლაპარაკი მე მივხვდი რა პროჭები იყვნენ ისინი და მე რო დავიწყე პროჭობა, მე მივხვდი ისინი რა პროჭები. ხო და ასე გერმანიაში შოპინგობ, გენაცვალე და რაღაცა ეხლა სამთო ხელთათ მანდევს რა. ხო და დილად არ ამჭირდება სამთო ხელთათ მან, მაგრამ თვალში მოკვდა ხო მიგვიძდა. თვალში მოკვდა რომ რაღაცა მაგარია, რაღაცა მაგარია და ეხლა მუქთა კუბოში თავით ავხდები ხოლმე და ეხლა 10 აწერია. ეს 10 თურმე არის ზომა. ხო და მე მომეწონა და წამოვიღე მეთქი ხო რაღაცა სამთო ხელთათმანი რატო არ უნდა მქონდეს რა 10 евро რაღაცა და სულ მაგ 100 евро. და რაღაცები კიდე ავიღე ვიღაცას მისაკრობი უყიდე ვიღაცას შარფი რაღაცა ის როგორც ახდება რა. და ეს ყველაფერი რომ დაულაგე ამ ქალს რა ჩემი გათვლებით არის სადღაც 40 евро. ევროსი და ნანახი მაქვს სხვა იმაში რა ქვია მოლში რომ უნდა ვიყიდო ცილინდრი 20 ევროთ და 20 ევროთ კიდე უნდა ვიყიდო დანა რაღაც გერმანული საკეცი დანა. ანუ მინიმუმ 40 евро უნდა დაგჭეს აქედან. მინიმუმ არა მე 60 უნდა დამჭეს იმიტომ რომ იმათვის გინდა მინიმუმ 40 евро და მინიმუმ 40 იქ მინდა და 20 კიდე ახლა ვინმე ნაცავი გერმანელი რო შეკვდეს ხოლმე ყავაზე დაპატიჟო. რა ვიცი სამი პაპა დავკარგე იქა ომში მე რა ვიცი რომელი გადარჩა არ გადარჩა იქნება შვილები იყავ შვილიშვილი ესენი მიუტანენ რა ამან გამაიყვანა 100 ევროს მთლიანად ეხლა ვერც იმას ვაგებინებ გაიგე რომ რატო გამოვიდა ამდენი ხო რატო რაშია საქმე ქალბატონო ვერ ვეუბნები ვერაფერს არა მე კი ვეუბნები ის ვერ იგებ ხოლმე ძალიან გულდასმით რაღაცა როგორ შეიძლება და ჩვენ ქართველები და გერმანელები ოდითგანვე რაღაცებს უყვები ისტორიას რა ვიცი ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმი რაღაც ეს ხალი არაფერი ბოლო იდი ნახუიო გამომაგდო და ვერ გავიგე რა მოხდა რა ეს 100 евро მივეცი ხლა კი ვიცი რომ არ მომატყუებდა ეხლა ხო რატო უნდა მომატყუოს ნათლუხი ბაზარი ხო არ არის მოვედი სახში და სათი თავად გადავხედე ამ ყველაფრის ფასებს რა ჩეკის გამოგატანდა და ხო ჩეკი გამომატა ჩეკისა ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ ამ ნივთებს ვათვალიერებ რა და ამ ხელთათმანს ბიჭო ამ სასიკვდილე ხელთათმანს 10-ის ქვემოთ აწერია 60 თურმე 60 ევროს ეს 10 ყოფილა ზომა 60 евро გადავიხადე ჩამოვიტანე მე ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის მინდოდა მეჩვენა იმიტომ რომ მე არ ამჭირდებოდა ხო მე ვარკვე და ეს ძვირფასი ადამიანი გამოდგა ჩემი სიძე რომელსაც საზეიმო ვითარებაში გადავეც ალპინისტია და იმას ჭირდება ხოლმე საჭირო ნივთი ჩამოვიდა. ესე დავჭი გენაცვალე, მაგრამ მე კარგად შარი ხეირად მეკცა ეს რო პაატამ გაიგო მე კიდე 100 евро მომცა და ცილინდრიც ვიყიდე და ხოჭა დანაც ვიყიდე კი ბატონო. ანუ მაინც დაბალანსდა. ხო, მე მაინც მოგებაში დავჭი. იმათი ასე ვთქვათ უკმარისობისობით არ დაბრუნებული ხარ, ხო? იმათი ცილინდრით ჩამოყვა. კი, ცილინდრი თავისი დანით, მართალია მე ცილინდრი მეგობარს ვაჩვე დანა დავკარგე, მაგრამ ნუ იქიდან ბედნიერი ჩამოვიდა. საქართველოს გარეთ მაინც რომელია უფრო შენი ქვეყანა რა შენთან ახლოს მდგომი, აი სადგზენი თავი, აი ძალიან გემრიელად რა, კარგად. სხვათა შორის იცი რა არის ახლა მთელი ევროპა ძალიან მომწონს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაოცებული დავრჩი ამერიკით. იმიტომ რომ ახლა ჩვენ ბავშვობაში სულ სხვა წარმოდგენები იყო ამერიკაზე და ამერიკელებზე რომ რაღაცა თითქოს და თუნდაც ევროპელებზე რა ეხლაც თან მით უმეტეს მე სოფელში დავიბადე კახეთში გავიზარდე და სულ სხვა შეხედულებები და ამერიკელი ხალხის რაღაც ისეთი თუნდაც ეხლა ნუ გასაგებია რომ ეს ჩვეულებრივი ეთიკეტის ნორმაა და ზრდილობის ის არის მაგრამ რომ ეხლა ნიუ-იორკში რო ჩავედი და ლიფტში ჩვეულებრივი შემხედრი ადამიანი ფერადკანიანი ჰავარი უმომესალმა
ვიძახი ასე უყურებდი რომ საიდან მიცნო სადავყავარ ნახსენ ხო არა ხო მეორე მესამე მეოთხე თურმე ეგეთი კულტურა არსებობს და რა ჯობია ბიჭო მაგას აი ვინმე ხო არ გიშლის აქ რომ ჩვენ ერთმანეთს რო ვჭამთ და აბა მარტო ისეთი მზერით უყურებთ რომ სუნგონია ვიღაცამ უნდა რაღაცა ჩამარტყას და ძალიან თბილი და ისეთი დამოკიდებული ყველა ის არის არა პოზიტიური ენერგიის მიღება მე ყოველ შემთხვევაში ალბათ შეიძლება იქაც არის რეგიონები უბნები რა თქმა უნდა არის რომ რაღაც პრობლემებია და ყველა ესე თბილად არ გესაუბრება ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე ეს იყო ძალიან ჩემთვის სასიამოვნო მე სიგარეტს რო გთხოვენ ის არის რა ქვია ერთ დღეს რომ მისცემ გამზადებული აქვს რა $. ხო მართლა რო გაძლევს და მადლობასაც გიხდის და რო არ ართ მე ეგეც ჯიგარი ხარ რა მაგრამ თუ სწორდებათ რო არ ართ მე და ნუ ერთი მომენტი გამკრა თავში რომ ორი ბლოკი პირველი წები მე ვაიღერებით გემეყიდნა მშვენივრად кайფულს ამოვაგდებდი მაგრამ მაგდენი დროც არ აქვს ანუ სადაც ფეხი უნდა მომეკიდებინა რომელ ქვეყანაში თუ ყველადან ერთპირაში უკან დავბრუნდი რა და სამწუხაროდ იქ რაც გამოსილო მიიღე იქვე ვეღარ გამოიყენა და იქვე ვეღარ გამაგეროთ მეორე წასვლა მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის იცი 2019 წელს დავბრუნდი სოფელში 20 წელი ვიცხოვრე თბილისში დაახლოებით 60-მდე გასვლა მქონდა ქვეყნიდან და ზოგ ქვეყანაში მაგალითად გერმანიაში რამოდენიმეჯერ ვიყავი ზოგჯერ ორჯერ ზოგან მეჯერ ზოგან ნაკლებ ნუ 60-მდე ვთქვა ეხლა ბიჭო დავფიქრდი და ბრუნდები მშობლიურ სოფელში და ვფიქრობ რომ დავჯდები რომ დავბერდები და ეხლა ის სოფლის ბავშვები გიგი პაპაუ შემომისხდებიან და აბა როგორ იყო ეს როგორ იყო ის როგორ იყო მეც დავიწყებ მეთქი მოყოლას და თავი წარმოვიდგინე რომ ესე საფიხნოს თავში რო ზიხარ და მთელი ხალხი გისმენს და შენ იწყებ ესე როგორც ხდებოდა რა ჩვენი მამების პაპების თაობაში რომ აი ნიტო 65 ნიტო 66 წელია და ბუხართან შეიძლება ხო და არა გატყუებ ეს წელი და ესე რო იწყებდნენ ეგეთ ადამიანად წარმომედგინა და დავჯდები მეთქი და მოვიყვები იმას ამას და იქნები ბედნიერი გიშვანა ბიჭო რა გენა რო ჩავედი ერთ კვირაში მოვყევი ყველაფერი სუსტად ერთ კვირაში ეხლა ვზივარ ჩუმად და იმა ტრაქტორებზე ვენახზე მიწაზე ლაპარაკს უზმე არაფერი მოსაყოლი არა ზუსტად ერთ კვირაში ეხლა მეც აგართვე კიდე აქ მოსაყოლი ამბებით და დაახლოებით ეხლა შენთან მოვყევი უკვე 20% მეტი კი არაფერი მაგრამ მაგასაკამდე რომ მიხვალ მე ახალი ისტორიებიც გექნება თან ესენიც მოძველებული იქნება და გამეორება შეიძლება კი კაცო ჯერ ბევრი დროა ასე რომ კი ბატონო ძალიან სხვათა შორის იტალიაც ძალიან მომეწონა ჩვენნაირი ხალხია ხო კი ტემპერამენტიანი ხალხია კრატული ხასიათი ცხელი ქუჩაში სულ ესეთი ხმაური და საუბრები და კი კაცო აქ რო ჩვენ რო ვიცით აი მოძრაობა და ხო და გადააჯგადმა სიგნალი და კი ხმაური რა მშობლიურ და სამშობლოში ხარ რა იქ რომში ქუჩებში რო დადიხარ მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვისურვებდი ხალხი არ დადის ევროპაში აი როგორ გიც შეძრწუნებული დაღლილი კი ბატონო შეწუხებული სახით აი შეიძლება გასაგებია რომ არის ქვეყნები სადაც შეიძლება ცოტა შედარებით ცივი ხალხი ცხოვრობდეს და ჩვეულებრივ დადიან ყურადღებას არ გაქცევენ მაგრამ არის უფრო აი თბილი გარემო ხალხის როცა გიღიმიან უბრალოდ არაფრის გამო გიღიმიან ჩვენთან სულ მაგის ის ვიყავი ყოველთვის რომ გაიღიმეთ ხალხო არაფერი პრობლემა არ არის და რა თქმა უნდა ყველას აქვს პრობლემები გვაქვს რაღაცა განსაცდელები და ამის გამოც არის ახლა ზოგშია ზოგს ბანკის ვალი აქვს ზოგს ის აი რომ ჩავდიოდი ვისვენებდი ქუჩაში სეირნობით რომ ხალხს ვათვალიერებდი რომ შვიდა თავიანთ საქმეზე მიდიოდნენ საერთოდ ხალხს ვათვალიერებდი რა აი ხალხსთან აი ქუჩაში სეირნობით ხალხს ვათვალიერებდი იქ ღირსშესანიშნაობებზე მეტად მომწონდა ამ ხალხის მშვიდი და ბედნიერი სახე მასეთ სახეები მოგესალმებით ჩვენს ქვეყანაშიც და რა თქმა უნდა მინდა რომ ჩვენს ცოტა ღიმილის ჩვენ შევიტანეთ იქ ხიარული ამბებით და ანუ ასე რომ
მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ამბებისთვის, რამეს ხო არა გაქვს კიდე სურვილი რომელიმე ქვეყანას კიდე გადავწვდეთ და მე როგორი არ დაგხდეს, არის ხოლმე რომ მე მიდიან და ვაიმე ის როგორ დამავიწყდა. აი ეს რო არ დაგვემართოს. შეიძლება მე გამახსენდეს, ეხლა არ მახსენდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამახსენდება და ფიქრობ რომ ეხლა შენც ისე ნუ გამწირავ როგორც არაშენდელებმა ერთ კვირაში მამაყოლეს და მე კი 20% წაგართი და მოდი ვიკმაროთ. ცოტა ხანში კიდე 30%-ზე დამპატიჟებ იმედი მაქვს მოსაყოლად. ძალიან დიდი მადლობა დღეისათვის. სულ ეს იყო, მადლობა გიგი და ბევრ მოგზაურობას გისურვებ, რაც თავარი. ასევე უსურვებ ჩვენს მაყურებელს. დღეისათვის სულ ეს იყო ერთი კვირის დაგემშვიდობებით. მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოგვიწერეთ, სადაც გვიპოვით და მოკლედ მალე დაგებრუნდებით. დიდი მადლობა, კარგად იყავით.